მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარჩი ლაშა ღლუმტი გახლავთ, რომელიც ციტრუსთან დაკავშირებით გასუფროთან შედარებით წელს შექმნილ ყველაზე მძიმე პრობლემაზე ისაუბრებს. მოგესალმებით ლაშა, დავიწყებ იმით, რაც შესავალში ამ წელს ამბობენ, რომ ყველაზე მეტად გართულდა მანგანის რეალიზაციაო და აი თუ შეიძლება ამაზე რომ ვისაუბროთ, რატო ვერ ხერხდება აი სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება. მოგესალმებით, დადასტურებ რომ არის პრობლემები ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია არის, ეს არის რომ ძირითადი გამგანები მუშაობდნენ უკრაინის რესპუბლიკაზე, იქ კი მოხდა საბაჟო განაკვეთების აწევა და ამ შემთხვევაში მეწარმეები და გადამამუშავებლების და ბიზნესმენებიც უკვე თავს იკავებენ კატანაზე, ვინაიდან მოგების განაკვეთილმა მოიკლო თავისთავად მათი ბიზნესისათვის. ამ შემთხვევაში ხდება დროებით შეჩერება, სანამ დარეგულირდება ეს პროცესები, სამინისტრო მუშაობს ამასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ფასების ნომინალიზაცია და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ განვაახლოთ კიდევ რეალიზაცია და გადატანა სხვადასხვა ქვეყნებშიც. აი, რომელ ქვეყნებში იგივნება კონკრეტულად თუ შეიძლება, სადაც შეიძლება ვიპოვოთ ბაზარი, სადაც ქართული ციტრუსის გადატანა შეიძლება. ეხლა რაშია საქმე? ჩვენ რომ მრავალ ქვეყანაზე ვიფიქროთ, ეს ამ ეტაპისათვის ახალისხებს ჩვენ გავაჩნია ამ წლებში ციტრუსი ამ ხალისხით ჩვენ ვერ შევართ ვერცერთ ბაზარზე, იმიტომ რომ არის პრობლემები, რადგან არის შეუწამლავი, არის დაუმუშავებელი ბაღები და ფაქტიურად ღვთისანაგარა მიტოვებული არის უმეტესობა დაახლოებით 80% ამ ბაღების და ღებულობთ არასტანდარტულ მოსავალს. ამ შემთხვევაში ევროპასა და სხვა ქვეყნებს სტანდარტები მაღალი აქვს, მოთხოვნა მაღალი აქვს, უნდა იყოს სასაკონტროლოებითი, უნდა იყოს სერტიფიცირებული და სტანდარტული და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ნელა უნდა გადავიდეთ და ვისწავლოთ ხარისხიანი პროდუქციის მოწვევა, რომ დავაკმაყოფილოთ, რაც მოთხოვნა აქვს ბაზრებს ის ნორმატივები. ხო, მაგრამ ფაქტობრივად ციტრუსმა ათეულობრივ მოსახლეობას იმედი გაუცვალა, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე წელია უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ მოსახლეობა რეალიზებას მიიღებს თავისი მოსავლის და ხდება უბრალოდ აი ამ მოწვეული მოსავლის შემდეგ ან ყრიან ან ძალიან იაფასებში აბარებენ და მოსახლეობას სერიოზული თავსატეხი უჭირდება. ასეებია მართალია ეს არის თავსატეხი, მაგრამ თავსატეხს უნდა ყოველთვის ამოხსნა. როგორ უნდა ამოხსნათ ეს თავსატეხი? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჯერ ბაზრის კვლევა. თუ რაიმეს ვაწარმოებთ, ჯერ უნდა იყოს ბაზრიდან გამომდინარე, რა არის ბაზარზე მოთხოვნილი, რა პერიოდში არის მოთხოვნა ბაზარზე, თავისუფალი რა დროს არის და იმ დროს უნდა მივაწოდოთ პროდუქცია. ეს რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს ძირითადად ეხლა თეთრ რაიონში არის დიახარამუშზე არის საუბარი, რომ არის საადრეო და არის კარგი. რითი არის კარგი დაუშვათ, რაც გამოიცადა ამ წლებში ჩვეულებრივ უშუალოსთან დაკავშირებით. დაახლოებით 20-25 დღით და ერთი თვით ადრე ხდება მისი სიზიფეში შესვლა. ბაზარზე არ არის შემოსული არანაირი ციტრუსოვანი და აქვს მაღალი ფასი. არ სჭირდება მას შენახვა, არ სჭირდება, არ აქვს მას დანაკარგი პოვდის, არ აქვს დანაკარგი წონის და ფაქტიურად ეს არის ხელმისაწვდომი, რომ თავის დროზე ვაწარმოოთ და მივიღოთ შემოსავალი 2 და 3 თვით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივი უშუალო ღებულობთ. იმის გარდა არის სამინისტროს მიერ შემოტანილი 10-მდე ჯიშის საადრეო მანდარინი იაპონიიდან, რომელიც არის გამოწვეთის ვადაში დღეს და რამოდენიმე წელიწადში ჩვენ ფაქტობრივად უკვე მოვაწევრეთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს ჯიში უკვე დარაიონებულია და გამოდგება ჩვენი კლიმატური პირობებისათვის. თუმცა კარგია ძალიან, როდესაც უცხო ქვეყნის კულტურები ძალიან აქტიურად ინერგება ჩვენთან, მაგრამ თუ ჰიბრიდულ სიმინდზე მიდგება ჯერი, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობამ რაღაცა შეიძლება მაინც ეჭვით შეხვდეს, იმიტომ რომ რაღაც არის რაც ამართებს, არის რაც არ ამართებს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ ხელისუფლებამ დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსახლეობას ფაქტიურად ეს სეზონური შემოსავალი, რომლითაც ისინი გამოზამთრებასაც იქნება აპირებდნენ, ესე რო არ დარჩეთ უბრალოდ. რასაკვირველია, ვზნავთ კიდეც ჩვენ სამინისტროსთან ხოდა შეხვედრა ამასთან დაკავშირებით წამოვიღეთ ინფორმაციები თუ ვინ არის გამტანები დღესდღეობით დასავლეთ საქართველოსთან ციტრუსების ყველა ამ კომპანიას ვესაუბრეთ აუცილებლად სიტუაცია რომ გაქვს გარკვეული რაოდენობა ციტრუსის
თოიცი ზუსტად ხა რამდენი არის მოსავალი წელს? დაახლოებით 11,000 ტონამდე არის დაახლოებით ზოგიერთი მუნიციპალიტეტში და აქედან დაახლოებით 2,000 ტონამდე უკვე რეალიზებულია. მუშაობს ასევე მერიაში მიმღები პუნქტი არის, რომელიც ღებულობს არასტანდარტული მოსავლიდან დაწყებული უმაღლეს ხარისხამდე. ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა. დაახლოებით 350-400 ტონამდე სავარაუდოდ აქვთ აეროჯერად გატანილი მათ. და აი საინტერესო ის არის, ძალიან დაბალი ფასები აქვს. ამობენ მოსწავლე შაშენდებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ფასები არის კატასტროფულად დაბალი. კი, ეს იწვევს ყველაფერი ამას, რომ თორსა ექსპორტი ვერ გადის პროდუქცია, შიდა ბაზარზე მოხმარება ამდენი არ არის და ამიტომ ხდება მისი ფასების დაწევაც. ფაქტობრივად ჩვენ მოსახლეობა ძალიან გაცხოვებული აქვს იმედი, ისინი ფაქტობრივად ჩვენ დავდივართ სოფლებში, მათ ვისაუბრებით და ისინი ამბობენ, რომ არც კი გვაქვს მისურვილი, რომ ეს დავკრიფოთ, უბრალოდ არც კი გვაქვს ამის სურვილი, იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი დღემდე არ გამოჩენილა და არ უკითხავს, გაქვთ თუ არ გაქვთ სარეალიზაციო გამზადებული მოსავალი. ამაზე ზუსტად საუბარი, რომ როდესაც გამტანები მუშაობს ზღვით გატანაზე, მაგალითად მისთვის უფრო ხელმისაწვდომია ჯერ გაიტანონ აჭარიდან და ჩვენც ველოდებით რომ აჭარა შემთხვევაში ჩვენ სერიოზული გურის სერიოზული კონკურენტია. რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ მას ზღვიდან გაქვს პროდუქცია და უფრო იაფუჭდებათ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გატანას, ხარისხს მუშაობს აჭარად კოლექციებია კომპანიები მუშაობენ ამ წამოების შეტანებაზე და შედარებით მაღალ ხარისხად მაგრამ ამბობთ რომ სოფლიო ბაზარს ქართულ მანდარი და ქართული ციტრუსი ვერანაირად ვერ დაიწყოს. ერთადერთი გასასვლელი იყო უკრაინა, რომელმაც ძალიან გააძვირა საბაჟოზე გატანის ფასებმა საკმაოდ მოიმაგა და ფაქტობრივად გამოდის, რომ აჭარაში მოწვეული მოსავალი საკმარისი არის იმისთვის, რომ ის ბაზრები და არ მაყოფილოს, სადაც საქართველოსთან შეტანილი ციტრუსი შეუძლია შესვლა და გამოდის, რომ გურია ფაქტობრივად უკრაინა და რუსეთის ბაზარიც რომ იყოს ამ შემთხვევაში გია პროდუქცია იმდენი არის რაოდენობა ჩვენთვის ვერ მოთხოვნა იმხელა არის რომ ვერ დაამამობილებს იმიტომ რომ აქ არის ხარისხზე და აქ არის კონკურენციაზე საუბარი. ჩვენ ის ხარისხი ვერ მივაწოდეთ ბაზარს რომელსაც ბაზარი მოითხოვს ავტომატურად სხვა ქვეყნები შეავსოს ამას იგივე თურქეთი იგივე მაროკო და ამ პრობლემას ფაქტია და ამ პრობლემას უნდა გადაჭრა გადაჭრის გზები, როცა მეურნეობა აქვს ადამიანს, უნდა განსაზღვროს ისე და გათვალოს თავისი მეურნეობა, რომ მონოკულტურაზე არ იყოს დაყრდნობით. თავიდანვე შეცდომა იყო ის კომუნისტების დროს, როცა იყო ჩაი და ციტრუსი და სხვა არანაირი ხელის და სხვა კულტურას ყურადღება არ ექცეოდა, რომლებიც არანაკლებ მომგებიანი იყო. ზოგადად ადამიანების გამართლება ვიყოთ, იმიტომ რომ მაშინ ყველაზე მაღალი ფასებით და შესაძლებლობით ადამიანებს თავი ერჩინათ იყო ციტრუსი და გასაგებია, მაგრამ ამ ავადმყოფობის პერიოდის შემდგომ მოამბობმა წლება გამბლო და შეიძლება კულტურის ცვლილება ამდენ წლის განმავლობაში, ხო? აქ იქნება ინფორმირებულობის ნაკლებობას განიცდის. ინფორმირებულობის ნაკლებობას თუ განიცდის, არის შესაბამისი სამსახურები, სადაც შეუძლია სულიად უსასყიდლოდ, დამაჯერებლად ხარისხიანი მომსახურება მიიღოს ადგილზე მისვლით, შეუძლია დაგვიკავშირდნენ და გავაგზავნოთ სპეციალისტები. საკმაოდ არის ეს პროცედურებიც არიან კულტურის შეძენან, შემდეგ მისი მოყვანაც, მაგრამ აი ჩვენ საუბრობთ ახლა იმ ყველაფერზე, რაც დღეს მდგომარეობით გვაქვს. ანუ მოსავალს ფაქტობრივად მოსახლეობა აღარ კრებს, იმიტომ რომ მათ ძალიან გაუცრუდა წლევანდელ სეზონზე იმედი მით უფრო, როცა დაპირებები იყო ძალიან სერიოზული, რომ მათ არ დარჩებოდათ სარეალიზაციოდ ეს ციტრუსის სახლებში არ დარჩებოდათ. ეხლა რა არის ჩვენ რაც ამ შემთხვევაში შევძენით, ეს არის ინფორმაციის მოპოვება, რა მდგომარეობა, ვინები არიან დამტანები, დავაკავშიროთ ეს ადამიანები ერთმანეთს, როდესაც გვაქვს შეფერება რომ აჭარიდან მოხერხდება გატანა ამ პროდუქციის შემდგომ შემოვიდნენ ჩვენთანაც ჩვენ უზრუნველყოფთ ნებისმიერი ადამიანის ხელშეწყობას, შერჩევას სოფლებში, ვინ არის შემგროვებელი, რა ფასით შეიძლება შეგროვდეს, რა ხარისხი შეიძლება შეგროვდეს, ეს ყველაფერი ინფორმაციები გვაქვს და ძალიან მოკლე დროში თუ ეს მოხდება ფასების რეგულირება საბაჟოებზე, გარკვეულების მიერ, ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანაირად შევცვლით რა თქმა უნდა, თუ კი იმაზე რა დამოკიდებული ის ქვეყანა დაწესებულა ტარიფს თავის ქვეყანაში გამაჟებს და ეს გაუცხოს თუ არა ჩვენს ქვეყანას რომ ჩვენი პროდუქცია შევიდეს მის ქვეყანაში. ეს არ არის მარტო ჩვენი ინტერესი, მათი ინტერესიც არის რომ
თუ მოსახლეობას იქ მასას მოთხოვნა აქვს ქართულ პროდუქციაზე და უნდა ქართულ პროდუქცია, მგონი თვითონ ციტრუსი მართუჭებადი პროდუქტი არის, ამიტომ მოსახლეობა ხა ძალიან სერიოზულ რეჟიმში არის და ჩვენ ანუ მუდმივად ვერ დაელოდებიან იმას შეიცვლება სიტუაცია საბაჟებზე თუ არ შეიცვლება. ჩვენ მხოლოდ ამაზე ვარ გამოკიდებული, ანუ თქვენი ხელისუფლება ამ შემთხვევაში. მოსახლეობას შემიძლია ერთი უთხრა, რომ ციტრუსი მართუჭებადი პროდუქტად ითვლება, მაგრამ არის ტექნოლოგიები, რომლითაც შეუძლია ნებისმიერ ფერმერს და ადამიანს შეინახოს ციტრუსი და როგორც ვიცით, ჩვენ სარეალიზაციო ციტრუსის ფასი 3-4 წლის ტენდენცია უკვე, რომ გაზაფხულზე შენახული პროდუქცია 3 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის ფასი, პროდუქციის ფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა უნდა ეზრუნოს ან უნდა გააკეთოს საადრე, რომელსაც შენახვა ჭირდება, ან თუ ეს მომავალ არ არის, ეს შეიძლება ძალიან მოკლე დროში მოხერხდეს, მაგრამ გარკვეული სახსრების ეს ჭირდება მას და ჩვეულებრივად შეუძლიათ შეინახონ და თავშად 50 ლარიანი პროდუქცია აქციონ 3 ლარიანად. ან გამოდის, რომ შეიძლება მოსალის რაღაც მხოლოდ მცირე ნაწილი გადაარჩინოს დღეს. მცირე ნაწილი გადაარჩინოს და შეუძლია მთლიანადაც გადაარჩინოს, მაგრამ ამას სათავსოები ჭირდება, მის ტექნოლოგიების ნაცვლად ჭირდება და ჩვენ შეგვიძლია გავუწევთ მას კონსულტაციები თუ რა ტექნოლოგიები შეუძლია მას ბუნებრივ პირობებში, ოჯახის პირობებში მიაღწიოს იმას, რომ მან უდანაკარგოდ მცირე დანაკარგით შეინახოს პროდუქცია და მოგების განაკვეთი გაზარდოს თავად მეურნეობაში. და საინტერესო არის ალბათ ფასთან დაკავშირებით. ანუ გასაგები არის, რომ სანამ გადაწყდება უკრაინაში შემცირდება თუ არა საბაჟო გადასახადები, მანამ ვერ დაარეგულირებენ ფასებს ციტრუსზე, მაგრამ აი ადგილობრივ ბაზარზე შეიძლება თუ არა მოსალოდნელი იყოს ციტრუსზე ფასების ოდნავ მაინც. თუნდაც იმ ფასამდე, რაც შარშანდელ აი შარშანდელიც იყო იმას რომ გავაკეთოთ. ეხლა ფასების რეგულირება სახთენს თვითონ ბაზარი. ფასი ჩვენ ვერანაირად ვერ შევცვლით, უმეტეს ხელისუფლებას არც არის სულება არ აქვს, რომ ჩაერიოს ამაში და მან განუსაზღვროს განაკვეთი ამდენად უნდა გამიადოს და ამდენად ვიღაცა უნდა იყიდოს. ამას არეგულირებს ბაზარი და ჩვენ მედიეცში მიმღები პუნქტიდან შეგვიძლია ორიენტაცია ავიღოთ, რომ რა ფასი არის. იქ ფასი არის უსტანდარტო ფასი იწყება 10 თეთრიდან და ყველაზე მაღალი ხარისხიანი არის 80 თეთრი. საშუალოდ 40-50 თეთრი გამოსდის ადამიანს, როცა მეაქვს იქ მანდარინი. მაგრამ აქ რა შეასახე? იქ არასტანდარტული პროდუქცია, რო არის შეუწამლავი, ფაქტობრივად 30-35% არის თავად მოსაღვაწე და ეს არის პრობლემა, რომ მას მიღებული პროდუქცია ძალიან დიდი რაოდენობით რჩება არასტანდარტული პროდუქცია, რომელიც მას აქვს გასაღების პრობლემა, იმიტომ რომ კომპლექსში მუშაობს წონების გადამამუშავებელი ქარხანა და იგივე ფასში, რაშიც ფაქტობრივად თვითონ ყიდულობს, იმავე ფასში მიღება ხარისხიანი არ რჩება. ხარისხიანი მანდარინი არ რჩება ფაქტობრივად, ვისაც მიაქვს 44-დან 65-მდე მერყეობს. 25 თეთრი და როგორი ციტრუსის ფასი არის? ესე იგი 10 თეთრი არის არასტანდარტული, შემდგომ იწყება 40 თეთრი, 45 თეთრი, 65 თეთრი და 80 თეთრი. ესე იგი, რომ მიაქვს ადამიანს თავიანთი პროდუქცია, მის თვალესინ ლაზერული მახარისხებით ხდება დამუშავება, შემთხვევაში იღებენ და რომელ პროდუქციასაც რა რაოდენობა გამოუვა, იმის შესაბამისად ხდება. ძალიან დიდი მადლობა, შეიძლება ვთქვა, რომ ეხები ამჯერად დამოკიდებულები არიან მხოლოდ იმაზე, ადგილობრივ ბაზარზე რა დონის მოთხოვნა შეიძლება იყოს აი ამ პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებით, დანარჩენს მხოლოდ ველოდებით, შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება აი საბაჟოსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში. ძალიან ჩვენი მსხვილ ყველაფერს ვხედავთ იმისათვის, რომ ვახტებოთ მათი ხელშეწყობა და მათი პროდუქციის გასაღები. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე ჩემს მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს გახლდათ გულის ტანდის ვებორტი გადაცემა ფლიპ კამერა. მე მომავალ ფლიპ კამერამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ ნაკვამდის.